თუ არ ვცები ვაჟა-ფშაველაზე ასეთი წარწერა იყო გაკეთებული შენობაზე. მე მგონია რომ არსებობს ორი ღმერთი. ერთი მდიდრების ღმერთი, მეორე ღარიბების. დებით რას ნიშნავს ეს? როგორია საზოგადოება გახლეჩილია უკვე, გახლეჩილი იმ თვალსაზრისით სოციალურად. დღეს თუ შეხედავთ თქვენ საზოგადოებას, თქვენ ნახავთ ჩვენ ერთნი უკვე აღარა ვართ. არსებობს გარკვეული წრე ადამიანებისა, რომლებიც ძალიან შორსა დგანან ჩვენგან. ჩვენ და მათ შორის საკმაოდ დიდი დისტანცია. აი ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენთან კლასობრივი დიფერენციაცია ჩამოყალიბდა უკვე. მაგრამ ეს კლასობრივი დიფერენციაცია არ არის ასახული პოლიტიკურ სისტემაში. ახალგაზრდები აიღეთ, მე მაგალითად, ეხლა ის რა ქვია, სტუდენტები მყავს, ხო, სტუდენტები. აი ღამის სვლის შემდეგ მოდიან ლექციაზე და ეძინებათ. დრო არ აქვს რომ იმუშაოს. არ აქვს ამის შესაძლებლობა. არც ის არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ რაღაც გრაფიკი შეუქმნა, რაღაცა შექმნა იმისთვის ამ ბავშვებმა, რომელიც მუშაობს. ამიტომ ამბობ საზოგადოება ორ ნაწილადაა. პირველ ხარისხოვან ადამიანებად და მეორე ჩვენ ვართ მეორე ხარისხოვანი ადამიანები და სანამ ამას არ შევიგნებთ და სანამ არ ვალაპარაკებთ, ან რაღაცებს გველაპარაკებიან, აქ რომ ვითომ ის მუშაობს, სანამ და გაუჩა, ვისი შრომით ცხოვრობს საერთოდ, ვინ გაცხოვრებს. ბიზნესს აქვს საკუთარი იდეოლოგია. ეს სახელმწიფო იცნობს ბიზნესის ინტერესებს, ეს არითავს ადამიანების ინტერესებს, ეს არითავს შრომელთა ინტერესებს. და ჩვენ ეს შეგნებული უნდა გქონდეს. ჩვენ უნდა გქონდეს კლასობრივი შეგნება. იგივე სანამ მეტალურგიის მუშას და იმივე რა ქვია ჭიათურის მეშახტეს არ ექნება შეგნება, რომ ის ერთი კლასის წარმომადგენლები არიან და მას უპირისპირდებიან კაპიტალისტები, როგორც კლას. ამის შეგნება სანამ არ ექნება, სულ ასე იქნებია. საქართველოში უნდა განვითარდეს მუშათა მოძრაობა. მუშათა მოძრაობის საფუძველზე უნდა შეიქმნას ძლიერი მემარცხენე მოძრაობა, მემარცხენე პარტია გნება და უწოდეთ ამას მემარცხენე ძალების ალიანსი ან რაღაც არის აქ მემარცხენე პარტიებიც. მაგრამ მუშათა მოძრაობას ისინი გავლენას ვერ ახდენენ. დღეს მუშა ვინ არის? მარტო ის კი არ არის, იქ ვინც მუშაობს, იქ მასწავლებელიც მუშაა დღეს. დღედაღამე რომ მუშაობს იმაში, რა ქვია. სერვისის სფეროში ჩართული ახალგაზრდები, მაღაზიები, აფთიაქები, რა. იმას რას უშვებენ? აფთიაქებს, რა ქვია, რესტორნებში როგორ ამუშავებენ ამ ბავშვებს? ამუშავებენ სტუდენტებს. აიღეთ მაღაზიებში ის რომ არის, მოლარი არის და ყველაფერი დამლაგებელიც ისაა, მუშაც ის არის, მოლარეც ის არის. რამდენს უხდიან ბოლოს და ბოლოს ხელფას? თვითონ მოგება რამდენი შედის? სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამაში. და არსებულ პროპორციული გადასახადები უნდა შემოვიღოთ აუცილებლად. აი ცოტა მეორეც უნდა ვთქვა ბიზნესი რა გააწყალეს გულე შრომა უქმნის მაგათ ქონება შრომა უქმნის ბიზნესს.